სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევით სტუდია გუთანმა გუშინ სენაკში ემიგრაციის თემაზე შექმნილი ფილმის საიდუმლო საქართველოს პრეზენტაცია გამართა. ფილმში ქართველთათვის უმთავრესი ეროვნული და სულიერი ფასეულობები და სატკივარია ასახულ გააზრებული. სატკივარი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის სისხლ ხორცეულია. სტუდია გუთანი დაარსდა 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. სტუდია ემსახურება ქართული ფესვების გაცოცხლებას და აღორძინებას. სტუდია იკვლევს ძირძველი ქართული სოფლებისა და ეკლესია-მონასტრების ცხოვრებას, ეროვნულ ტრადიციებს, ფოლკლორს, წესჩვეულებებს, ქართულ კულტურას, ეროვნულ ღირებულებებს და უზრუნველყოფს ვიდეო პროდუქციის სახით გავრცელებას. სტუდიას განხორციელებული აქვს ისეთი ცნობილი პროექტები, რომლებიცაა კინოპროექტი საქართველოს ხერხემალი, ფილმები ქართველები ქერჩი, ძამის ხეობა, აბორტი, მამა სერაპიონი, ლოცველი თუთიყუში ჩიკო, აკაკი მინდიაშვილის თეოლოგიური ლექციები და უამრავი სხვა. სტუდიის მიზანია მივიწყებული ქართული სოფლების აღწერა და მოვლაპატრონობა, ძირძველი ქართული ტრადიციების გაცნობა და გავრცელება, ქართული ფოლკლორის და პოეზიის პოპულარიზაცია და ხალხისთვის გაცნობა. სტუდია გუთანის კინოპროექტმა საქართველოს ხერხემალი ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი მოიარა. თითქმის 2500 სკოლაში შევიდა და ფილმები 9 მილიონზე მეტმა მოსწავლემ ნახა. ფილმებმა, რომელთა მთავარი იდეაც ქართული ფესვების გაცოცხლება და აღორძინებაა, ბევრი ჩააფიქრა, ბევრი აატირა და ბევრიც არც მეტი არც ნაკლები ქრისტიანულ სარწმუნოებას აზიარა. ფილმმა საიდუმლო საქართველოს სენაკელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ემოციური კადრების ნახვის შემდეგ მათ ცრემლები ვერ შეიკავეს. ბევრმა მათგანმა მადლობა გადაუხადა სტუდია გუთანის მთავარ რედაქტორს ზვიად ცეხნიაშვილს და მის თანხლებ პირებს ფილმის შექმნისა და პრეზენტაციის გამართვისათვის. რეჟისორმა ლექსო გელაშვილმა ასეთი პროექტი შეიმუშავა საქართველოს ხერხემალი, რომელიც ეგიდით 5 ფილმი გადავიღეთ. მათ შორის ეს ფილმი, რომელიც ახლა უნდა გავიდეს მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევით, მინდა აღნიშნო, რომ დიდებული სულიერი მესაჯი ყავს ამ ეპარქიას, ნამდვილად წყინვალი ადამიანი. ეს არის ფილმი ემიგრაციაზე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგეხსენება, დღეს საქართველოში თითქმის ოჯახი არ დარჩა, რომ ოჯახის წევრი თუ არა ნათესავი მაინც არ ყავდეს გასული უცხოეთში და ეს ჩვენი დიდი ტკივილი და პრობლემაა, ხო, კარგი ცხოვრების გამო არავინ არ არის წასული და ჩავედით და მათი ყოფა ცხოვრების ამსახველი ყოველდღიურობა ჩავწერეთ და ცოტა ტკივილიანი გამოვიდა ფილმი, მაგრამ სამაგიეროდ დამაფიქრებელია და სხვადასხვა ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ. ერთი გოგონა ტაძრის მგალობელი იქაური ნიუ-იორკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელი 14 წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა თავის სამშობლოში. ეს ფილმი იქნება ნაჩვენები დღეს სენაკში, ძალიან გვიხარია სამეგრელოში ჩამოსვლა, ძალიან ვაფასებთ. აი წეღან სამტრედიდან რომ გადმოუხვიეთ უკვე აბაშის ხარისო შემოდი, აი ჩემი სამეგრელო მეთქი, იმდენად სისხლხორცეულად გვიყვარს ჩვენი ყოველი კუთხე. ტკივა ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო და ვეთაყვანებით და ვეფერებით ყველა იმ საქმეს, რასაც კი გავაკეთებთ, რა თქმა უნდა მოკრძალებულად ერთ კენჭს და აგურს მაინც დავდებთ საქართველოს სიყვარულში. გიორგობას ულოცავ ჩემს სენაკელებს, ყველა თქვენთაგანს და მრავალს დაგასროთ ღმერთმა და გავწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოში მოგვასროს უყოლას ერთად. ვიყვარხეთ ყველა.